ყოფილა ჩემ ცხოვრებაში მომენტები, როცა მიღალატეს, როცა დამივიწყეს, გვერდით არავინ არ მყავდა, სრულიად მარტო ვიყავი, გამთელეს. ალბათ თქვენც ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში, ნოლიდან კი არა, მინუსებიდან დამიწყია ცხოვრება, მაგრამ ღმერთი მაინც ჩვენთან იქნება, ღმერთი მაინც არ გაგწირავს, მთელი ღამე ლოცვაში გავატარე, დანთებული სანთლის ფონზე ცხოვრება უფრო მშვენიერია და ის მოღალატე, ბოღმიანი, გაღორებული ხალხი მოვიშორე და დავივიწყე, ახალი ფურცლიდან დავიწყე ცხოვრება. შენივე წარმატებით უნდა დაუმტკიცო მათ, რომ გაძლიერდები, გაბოროტებას და ვიღაცის დაჭრას, ჭყუბს, მკვლელობას თუ მსგავსი სულელეებს, აბსურდებს აზრი არ აქვს, თავიდან უნდა ამოიგდო ეს ყველაფერი და შენი წარმატებით დაუმტკიცო სხვას, რომ შენ მასზე ძლიერი და მასზე მაგარი ხარ. ასევე დავიწყე მოგეხსენებათ წიგნების წერა მთელ საქართველოში გამიცნეს, ვაგზავნი ყველგან ჩემს წიგნებს, 1000 წიგნი გამოვა სულ მალე და ამ წარმატებით ვცხოვრობ, ამ ბედნიერებით უმტკიცებ იმ ხალხს, ალბათ მიყურებს ყველა ვინც მიღალატა ის ბოღმიანი ხალხი და მე ჩემი წარმატებით უმტკიცებ სხვას, რომ მე ძლიერი ვარ და რომ მე გავიმარჯვებ. ესე უნდა ქნა თქვენივე წარმატებით დაამტკიცოთ, არ გაბოროტეთ არც ერთი წამით, ბოღმიანი ხალხი მოიშორეთ და ყველაფერი კარგად იქნება. რაც თავარია უფალი ღმერთი გახსოვდეთ. დიდება უფალს ყველაფერი კარგად და კარგად იქნება.